მივესალმები და პირველ რიგში ციხეში რომ მაგარი ხალხია, ქალიან კაციანა გამოწყდეული ყველა სათითაოდ მივესალმები და მხნეობა მინდა უსურო. რა დღეს ისეთი აჟიოტაჟი ატყდა, გეგონება რაღაცა მოულოდნელი ამბავი მოხდა და არიქა თავზარი დაგვეცა და რა არაფერი ჩვეულებრივი ამბავი ვიცოდით რა ამას აპირებდნენ და თქვენს ის რასაც რისთვის ის რაღაცა ძონძი კომისია ქონდათ შექმნილი ხო ამ გზაზე დგანან რუსულ ბელორუსულ გზაზე დგანან და დღეს ახლა ისე გაიოცა ვიღაცამ რომ გეგონება არიქა რა ხო ამზნის ხალხია ესენი და თან რაც თავად ერთი არის რომ არავის მაგათი აკძალვის არ ეშინია ხო აკძალავენ პარტიას და მერე რას იზამენ ხო რა დავიხოცებით სულ ყველა თუ რას ვიზამთ ახლა რა შევიჩერებთ იმას რა ქვია საქმიანობას თუ სადღაც რა გადავიხვეწებით სადმე უცხოეთში ხო აი როგორ გააგრძელებთ თქვენ ბრიფინგზე ახსენეს რომ ეს გამოწვევა ამ გამოწვევას რა შეიძლება დაუპირისპიროთ რა შიდა მეთოდებიც არის სამართლებრივი ბრძოლის ეს ხო დღეს მიღებული გადაწყვეტილება არა ის საკონსტიტუციაში გაასაჩივრეს შეიტანეს ეს არჩელი ხო ახლა გასაგები არის საკონსტიტუციო სასამართლოში მონების ხედან ყურო მოჭრილი მაგრამ და იქ რაღაცა მოულოდნელ გადაწყვეტილებას არ ველოდებით მაგრამ რაღაცა მექანიზმები არის იურიდიული მათთან დაპირისპირების არის როგორც შიდა მექანიზმები არის გარე მექანიზმები და კიდე არის რაღაც ბევრი სხვა რაღაცის მოფიქრება შეიძლება ვიბრძოლებთ ჩვენ ამათი არ გვეშინია რა და ამათ ჩვენი რო ეშინიათ იმიტომ იღეს ეს გადაწყვეტილება კი პირველ რიგში ამას ვამბობ ხმამაღლა და რაც გამოვიარეთ ბოლო პერიოდში ყველა ალბათ ვისაც ცოტა რაღაცა ემოციები ჩაუცხრა ეს რაღაცა გახურებული თავები ცოტა გაუნიავდა მიხვდა რომ ჩვენი კოალიცია არის ის ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია რომელიც ძალიან ჯიუტად და თანამიმდევრულად მიყვება პოლიტიკურ პროცესს და წინააღმდეგობის პროცესს. რომ არჩევნებში მონაწილეობა თუნდაც ჩვენი მხრიდან იყო ზუსტად ამ თანამიმდევრულობის და ამ სიჯიუტის გამოვლინება და ჩვენ მაგალითად არ გვეშინია. კიდე გაგვაუქმო, კიდე არ გაგვაუქმო. ალეკო, დავაზუსტებ მაინც კითხვას. თქვენმა კოალიცია მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში არ შესulis გადაწყვეტილება მიიღო, როგორც ჩანს პარლამენტის იგნორირების გადაწყვეტილება არის მაინც ამ გაუქმების მთავარი ამოსავალი წერტილი. ამის მიუხედავად თქვენმა გუნდმა თქვა, რომ საარჩევნო გზით, საარჩევნო პროცესით ესახება პოლიტიკური ცვლილებები ქვეყანაში და ამით იყო ნაკარნახევი სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. სწორედ ამ პერსპექტივის და ამ არჩევანის გამო მაშინ როდესაც შეიძლება პოლიტიკაში ლეგალურად ყოფნის შესაძლებლობა მოსპოს ოცნებამ სწორედ ამიტომ თქვენი ტიპის პარტიისთვის არის საინტერესო რა შეიძლება გააკეთოთ სამომავლოდ როგორ შეიძლება გააგრძელოთ ცხოვრება საქმიანობა თორემ მაგალითად არიან პარტიები რომლებიც ამბობენ რომ საერთოდ არჩევნებით ვერ ხედავენ პოლიტიკური ცვლილებების შესაძლებლობას შესაბამისად ეხა ლეგალურად იქნებიან თუ არალეგალურად ისინი მაინც ამბობენ რომ საარჩევნო პროცესში თავს ვერ ხედავენ ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ასე ლაპარაკობენ დიანა შეხედე საარჩევნო ნიჰილიზმის დათესვა არის ძალიან ცუდი და რომ აი არარჩევნებით არაფერი არ გამოვა და რა რევოლუცია ვის როგორ გამოდის კი ვნახე ხა ციხეში ხალხი და იმას ლაპარაკი არ მენა მაგრამ ერთი დიდი ავანტურა და საპრინც ბუშტი იყო თავიდან ბოლომდე ხო ნახეთ არა წინასწარ დაანონსებული რევოლუციების არც მწამდა არც მწამს და არც სამერმისოთ მეწამება ნამდვილად არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხება არის შესაძლებელი. ჩვენ ყველაფერს ჩვენი მიზანი არის რაღაც ან არჩევნებში მონაწილეობა ან არ მონაწილეობა, არა, ამათი დამარცხება არის მიზანი. და ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ამათ დანგრევასთან და სამწუხაროდ აი ბოიკოტში მყოფმა პოლიტიკურმა პარტიებმა, იმიტომ რომ პირველ რიგში მე მათ ვაკისრებ პასუხისგებლობას მათი გამო ხელის გაშვერები და ის არ მინდა თბილისი ვაჩუქეთ ქართულ ოცნებას. შეგეძლოთ ამორჩეველი მეტად დაგერწმუნებინათ საარჩევნო უპირატესობაში. ყველა კი ჩვენი შეცდომა არის ის პირადად ჩემიც არის რომ როგორც ჩანს საკმარისი ვერ გავაკეთე იმისთვის და ვერ გავაკეთეთ ჩვენმა კოალიციამ რომ ადამიანები დაგვერწმუნებინან რომ არჩევნებზე მისულიყვნენ ჩვენ დღეს ოფისში ქონდა შეხვედრა 3 მუნიციპალიტეტი 4 მუნიციპალიტეტის გარდა საქართველოში ყველგან გვაყავს საკრებულოს წევრები და ნახავთ ისინი როგორ იბრძოლებენ თბილისის საკრებულოდან დაწყებული ხულოს საკრებულოთი დამთავრებული ნახავთ როგორ იბრძოლებენ რომ ხალხის პრობლემები ისმოდეს ხალხის ხმა ისმოდეს და ქვეყნის ეროვნული ინტერესები ისმოდეს საკრებულოში აი ეგერ ნახავთ როგორ იბრძოლებენ დღეს აი ისიც საორგანიზაციო
კონსტიტუციით შეხვედრა ჰქონდა თქვენ ფიქრობთ რომ სამართლებრივი გზით შესაძლებელია ოცნების ამ გადაწყვეტილების თუ სურვილის თქვენ უკან დაბრუნება, უკან წაღება? არა, არჩევნების თბილისის არჩევნები არა, მე ვლაპარაკობ პარტიის გაუქმების გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო არჩევნების შიდა მექანიზმებით, შიდა მექანიზმებითაც ვიბრძოლებთ, გარე მექანიზმებითაც ვიბრძოლებთ და ესე არც ისე არ ხეინათ აქ ეხა ოცნებას საქმე როგორც წარმოაჩენ. ეს ხო შიშის გამოვლინებაა. კრძალავ იმას, ვისის გეშინია და ვისიც ვერ ახარ დარწმუნებული რომ მოერევი, ხო? ჩვენ კიდე მაგათი არ გვეშინია. პარტია გვექნება თუ არა. არჩევნების შედეგი თქვენი აზრით ამ შიშს ეს თქვათ ზუსტად ეს შიში იყო სამწუხაროდ ერთმა ნაწილმა პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილმა პოლიტიკური პარტიების უბრალოდ აი ამ გაუცნობიერებელი ბოიკოტის ძახილით თბილისი გადაუფორმა კალაძეს. სამწუხაროდ ასეა. ციფრებს ვიტყვი ახლა, ვინც უნდა მეკამათოს. 212,000 ხმა იყო კალაძემ და 71% იყო, როდესაც შარშან საპარლამენტო არჩევნებზე ზუსტად ანალოგიური ოდენობა აიღო ქართულმა ოცნებამ. 320,000 ჰქონდა ჯამურად, 320,000 ჰქონდა ჯამურად ოპოზიციას. ანუ ვაჩუქეთ ყველა რო წავსულიყავით არჩევნებზე და არ დაეჩემებინა ზოგიერთ რომ მაინცა და მაინც დამხობა იმ არჩევნების დღეს უნდა ერთი დღით ადრე გეცადა ან სამი დღით მერე გეცადა რაღა მაინცა და მაინც არჩევნების დღეს გინდოდა ეს მშვიდობიანი დამხობა თან ეს მშვიდობიანი დამხობა რომ აბსურდი იყო და ავანტურა იყო და საპნის ბუშტი იყო ეს წინასწარ ჩანდა სამწუხაროდ და რა აი მაინც და აი ამით დაეხმარდნენ წყალი და ასხეს ქართული ოცნება მაგრამ არ გვინდა ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე დიდხანს წუწუნი უბრალოდ შეცდომები უნდა გავიაზროთ და ვინც კიდე აი გაჯიუტებულია თავის შეცდომაში იმ ადამიანებმა თქვან ნუ მეტყვიან ახსარების ჩაბარება ვიღაცისგან კი არ მინდა კაცო ახლა მეც ერთი მოსიარულე ცოდვილი კაცი ვარ მაგრამ უბრალოდ უნდა გავიაზროთ კარგად რომ დაგეგმო რაღაც შეცდომა უნდა გაიაზრო ხო და ნუ აი ხა ვისაც არ უნდა რომ შეცდომა გაიაზროს ნუ გაიაზრებს მაგრამ ერთი ამბავია რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რასაც ვაკეთებ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი მივყვებით ამ დღის წესრიგს ხო მაგრამ ალეკო თუ არ გძალეს პოლიტიკური ფუნქციონირება ეს თქვა მახსენდება საბჭოთა კავშირის დრო ბოლოს ეროვნული მოძრაობის პერიოდი არაფორმალებს რომ ეძახდნენ ანუ არაფორმალურ საქმიანობას ხომ არ წამოიწყებთ რატო არ წამოვიწყებთ რა მაგალითად რატო არ წამოვიწყებთ მე რა კოსტავას ვიად გამსახურდიას მაშინდელ ეროვნულ მოძრაობას არანაირი რეგისტრირებული პარტია არ ჰქონდა იმიტომ რომ არ შეიძლებოდა ისეთი კონსტიტუცია ჰქონდა საბჭოთა კავშირსო კომუნისტური პარტიის გარდა სხვა პარტიების არსებობაც კი აკრძალული იყო მაგრამ ხო დადეს ბეჭებზე და ხო დაატყეპებს ბეჭებზე არა და ხო მოუგეს არა ხო და ეგეთი ამბავი არაფერი საშიში ამაში არ არის ეხლა თვითონ ავლენენ შიშს თვითონ ჩასრული სუნიაზდის ქართულ ოცნებას ასეთ გადაწყვეტილებებს როცა ავლენს ხო თორე ჩვენ არ გვეშინია აგზალავენ რას ხარ რაც ავარ ისა ვარ სანა არც პარტიის წევრად დავბადებულ ვარ არც პარტიის თავმჯდომარედ დავბადებულ ვარ და არც ეგრე ვაპირებ კიდე სიკვდილს მაგრამ რა ვიცი ქართულად დავიბადე ქართულად მოვკვდები სანამ ცოცხალი ვარ მეც და აქ საერთო აზრია ახლა პოლიცაბჭოდან გამოვედი მე საერთო აზრია რომ ჩვენ ცხოვრებაში არაფერი არ შეცვლილა შიდა იურიდიულ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ ამასთან საბრძოლველად ამ რაღაც იდიოტური კანონის წინააღმდეგ შეიძლება რაღაც ახალი თქვენი ალეკო მაგალითად თქვენი პარტია თქვენ ხომ გაქვთ პარტია პარტია მოქალაქეები კი ბატონო კი ბატონო ეს არ აკრძალულა ეს პარტია შეგიძლიათ რაღაც თქვენი ფოლგის ქვეშ ჩემი პარტია არ აკრძალულა ხო არ აკრძალულა მოკლედ ბევრი სხვადასხვა გზა არის მთავარია რომ ჩვენ დღის წესრიგს მივყვებით თანამიმდევრულად უფრო მეტად და მონდომებით გვინდა დავარწმუნოთ ადამიანები რომ არჩევნებზე კი იმამაძაღლებენ, გააყალბებენ, ყველაფერს იკადრებენ, მაგრამ მაგის მიუხედავად აი ზუსტად იმ ბრძოლის ველზე უნდა დავამარცხოთ. და ამაში უნდა დავარწმუნოთ ადამიანები და დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩიკი და დავარწმუნებთ, რომ ჩვენ ვართ ზუსტად ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უნდა გადაიბაროს ამ ქვეყნის ბედი და რომელმაც ეს ქვეყანა წინ უნდა წაიყვანოს. კი, ამას ვამბობ, ხმამაღლა არ მწვენია მოუკან მობრუნების თანამდებობებზეც მიმუშავია, ყველგან მიმუშავია და მაგ ბინძურებისგან განსხვავებით ვერ აღმოჩნდა ერთ-ერთი ლარისთვის. ბატონო თუ იურიდიული ეს თქვა პროცედურების მიუხედავად, რომელსაც თქვენ წარმართავთ ამ აკრძალვის საპირწონედ, ვერ აღმოჩნდა და საკონსტიტუციო დაეთანხმა ამ სასარჩელო მოთხოვნას, როგორი ეს თუ დაისვა დღის წესრიგში, როგორი იქნება ამ გუნდის ჩვენ ვართ მინიმუმ მარტივ რაღაცას გეტყვით.
ჩვენ ვართ კოალიციაში ახლა ორი პოლიტიკური სუბიექტი. პოლიტიკური პარტია ლელო და პოლიტიკური პარტია მოქალაქეები, რომლის თავმჯდომარეც მე ვარ. ჩვენ გვაქვს კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო. რავი, ლელოს აკრძალავენ, მოქალაქეები რჩება და არის მილიონი გზა არის და მილიონი მეთოდია. თვითონ ისინი არის შეშინებულები, ჩვენ კიდე არაფერს არ გვეშინია. გზასაც ვიპოვით, კვალსაც ვიპოვით, ამაზე ვლაპარაკობდით. გეგმა, ბეძგვა, რაღაც იურიდიული ხვრელები იპოვოთ პოლიტიკაში ყოფნის თვის. კი, ჭკვიანი ხალხი გყავს ამ კოალიციაში, ჭკვიანი იურისტები გყავს, მაგრამ ეს ჩვენთვის ეს არაფერს არ ცვლის. ვიცით რა რეჟიმის პირობებში ვართ, გვიჭერენ აგერ უპრაგონოთ, რაც მოეპრიანება და პირბადის გამო ხალხსაკავებენ და ეხლა რა გასაოცარისა, კი მე პირიქით ის მიკვირს ხალხი რო არის გაოცებული და თავზარ დაცემული ზოგიერთი პოლიტიკოსი რო ვაიმე რა ისქნეს რასაც ჩვებიან, მაგრამ არ გამოუვათ. საერთო ჯამში უნდა განვაგრძოთ წინააღმდეგობა, ბრძოლა და უეჭველი გავამარცხებთ. ამაში ერთ ნატამალი ეჭვი არასდროს არ შემპარვია და არ მეპარება უბრალოდ ჩვენ ახლა მაინც გვინდა რომ ხალხის გონება დაცხრეს, კარგად გავიაზროთ, რომ ის შეცდომა იყო რაც მოხდა, რომ მაინცა და მაინც ის დამხობა დაანონსეს შვიდობიანი არჩევნების დღეს, გადაეწიათ იქით და აანონსებინათ მანამდე და ის რომ არაფერი გამოვიდოდა მე ხალხი მიხვდებოდა ყველას, მაგრამ არა უშავს. უბრალოდ მინდა გულითადად მინდა ყველას ვთხოვ, ვინც ბოიკოტის მომხრე იყო და მომხრედ რჩება, რომ გავიაზროთ. თუ გვინდა რომ სტრატეგია კარგად დაგეგმო, აუცილებლად შეცდომები უნდა გაანალიზო. და არავის თითის შვერით და იმით არ ველაპარაკებით. მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ რამდენიმე ოპოზიციური პარტია მაინც გაჯიუტებულია და ამ ვითარებაშიც ახერხებს, რომ ჩვენ გულანძღოს, კაცო. ამ ვითარებაში როცა გამოვიდნენ და სამ დიდ პარტიას გძალავს ქართული ოცნება, გამოვიდნენ და მანდ-ამან ჩვენ კოალიციას ეცნენ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი და მეტი სხვა საქმე არ აქვს და მეტი სხვა პრობლემა არ აქვს ამ ვითარებაში. უბრალოდ ის გამაოგნებელია ჩემთვის. მოტრიალდი, გაიხედე, ავტორიტარიზმის ცხოვრობ. საერთო განსაცდელში ვარ, საერთო განსაცდელი გვაქვს. არა, დგანან და იმისთვის ქართულ ოცნებას კი არ აკრიტიკებენ და ლანძღავენ. დგანან და აგერო ჩვენზე არიან დილიდან ჩართვებში, რავი, რო უყურე შემოგეყრება გულზე, რა ვიცი, რა უბედურებაა ეს კაცო. რანაირად უნდა გაგიტყდეს ეს სამიზნე და ფოკუსი ისე რომ თლიანად აგერიოს ყველაფერი, მაგრამ ღმერთმა შეუნდოთ, იმედია რომ გონება ოდესმე მაინც გაუნაცდებათ. ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის არაფერი არ შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ბრძოლის სხვა ეტაპზე გადავდივართ და დანარჩენი წინააღმდეგობის და ბრძოლის ეტაპებს ემატება ეს ეტაპიც, რომ კი, აი გაუქმება, არ გაუქმების ჭიდილში ვიქნებით, მაგრამ ამაზე გვეღიმება კიდევაც. არ გვეშინია და უნდა მივაწვეთ ბოლომდე. აუცილებლად გავიმარჯვებთ მე მაგის მჯერა და იმიტომ რა. მადლობა ალეკოს. პოლიტიკურ პროცესში და იმიტომაც ჯიუტა დარუცვლით ფეხს. მადლობა ალეკო ელისაშვილი პასუხობდა ჩვენ კითხვებს.